აი დამაღალია. ისა ჩვენი მეუკლე ბროლია ხო გაიგონია ბროლია. 20 მედინელი. აი ბროლია არის. ვაიმე რანაერი მეკვლე. ზან კაი გოგო ხარ თუ ბიჭი ხარ? გოგო თუ ბროლი? ბიჭი, კაი ბიჭი. მაგას იღებთ. მაგის სტალინმა მაჩუქა. სტალინმა გაჩუქა? სტალინმა ფრონტელი მეგობარი იყო ჩემი. ესამე პატრონი ის. იოსებ ბესარიონოვიჩი. დიახ. სტალინმა გაჩუქა? იოსებ ბესარიონზე სტალინმა მაჩუქა ეს. მართლა? ეს გრიშაუნიანის ბიძაშვილია. მატყუებთ. არა. მაგით თქვენ დამიქცით, მაგაზე გატყუებთ თუ არა? არ გავა. მაგაზე თქვენ იფიქრეთ. მაგრამ სტალინის დროინდელია ეს. კი. ყველა მეზობლები ხართ. კი. ხომ ხედავთ? აგერ გადმოვედით ერთად. უნდა შემოხვიდეთ კადრში. უნდა ვაჩვენოთ ხალხს. არ გამოვა, კიდე გმირდით რომ არ გამოგაჩეთით, მაგრამ აი რა ვქნა. კი ბატონო. ჩვენი მასპინძელი. ესენი არიან ჩემი საყვარელი მეზობლები და ყველა ერთად არის ჩართული სახელმწიფო ზღაპრის შექმნაში. ბატონ მიხეილ, ძალიან ლამაზი ქუჩა გაქვს ჩოხატაურში. ძალიან ფერადია, ძალიან ევროპულია და ძალიან ჯადოსნური არის. თავში როგორ მოგივიდათ აზრად? მე თავში არ მოსვლია. ჩემი მშობლებიდან მომდის ეს ყველაფერი და იქიდან მოყოლებული ეს სიყვარული მოდის ბუნებრივად. ბუნებრივად მოდის. ანუ თქვენ მშობლებს უყვარდათ ახალი წელი. Jingle bells. როგორ ჩვენი წინაპრები იყო და ხოლმე. Jingle all the way. Ho. დამეთანხმეთ რომ გურულ იუმორთან ვერასოდეს ვერაფერი ახლოს ვერ მივა. აი ეს აგურია. თუ რამე მიზეზი გინდათ, რისთვის უნდა ჩამოხვიდეთ, აი ეს არის. ახალი წელი შეთაშორის სიტყვა კალანდა ევროპული სიტყვაა და ნიშნავს ახალი წლის პირველ დღეს. შევიდეთ მართლა სახლში და გაიხარეთ. თუ ვინმე მარიცი დააფიქსირეთ. კალანდა შევიდეთ. ახალი სიტყვა კალანდა არის ევროპული. არის 10 წუთი 20 წუთი. აი გვიანია და შეთანხმება. დედაებთან გვერიდება, იმიტომ მელოდებიან, სანამ მე იქ უნდა დავრჩე და 20 წუთი. სადაც იქ ჩვენ ვართ. იქ ვერავინ დაგელოდებათ. როგორ თქვენ ხოლმე. გამურთე. Καλά, Μαρσέγωνε, არ გამორთე, აი ჩაწერე, ამაზე აი ახლა ვიცხო, აი გამორთე. Ვალო, ჩალგოლს იყავ. ასე გიჟივით ვარიო. ბიოკი, გიჟი ხარ და გიჟივით იქნება. ჩაუნებე რა. გიჟივით ვარიო. ვარია. თოვლის ბაბა. სა ყოლკაი თრე დამოვიდა. იკა! არ მინდა ის სკროლავს, აჩვენე. სკროლავს. ნა ურა, ამ ხალაკაცი რო სკროლავს. ამ ახალის გამე. გამარჯობა, თუ კაცრავად, გილოცავთ, კალათ. გაიხარეთ. თქვენ სახელი? რუსიკო. რუსიკო დეირა. რამდენი წლის ხართ? დენა 85. რამდენი? გიხვეწები დაგვენა. გამოგარეთ ერთი სამაგროში. 85-ის ხარ? ფეიერვერკია, ხალიგია. მომისმინე რა გიკვირთ? თქვენც რო გახდებით 85 წლის ნახეთ თუ გაგიკვირდება. ეთილი გამარჯობა. აუ რა ლამაზია. გამარჯობა. ძალიან დიდი ბოდიში. 10 წუთით ვართ გადა. დედა გურულებს რა ყვარებიათ ახალი წელი იცოდით ეგამბავი. ეს ვინ გააკეთა? ადეჯერე. დავიჯერე, ვინ გააკეთა? მართლა. თქვენ გააკეთეთ? ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიპატიჟეთ. აი მართლა ძალიან ლამაზია. შეხედე როგორი სათამაშოებია. ეს არის ჩემი ხნის სათამაშოები. ვინო ეტანეთის ზაი გამოიარჩით. ეს ლოცი მეზობელი მყავს დააფიქსირდა. ბრადიაგა. აი ვინო ეტანეთი. აი შუშისა ისა. თქვენი ბავშვობის ნაცრისხე არის, და ნოსტალგია. ჩემი ნაცრისხე ახალია, მაგრამ სათამაშოები არის ჩემი. ის ნაცრისხე? ის არის გაცილებით უფრო ხნიერი. და ახავით ესე 20 წელია ამ ნადვისად ვატყო. ის შაშანდელია. ის შაშანდელი ახალ. თქვენ სახელი შეიძლება? ელენე გამარჯობა. შენ ნორჩი გურული ქალი ხარ. ელენე, მომიყევი ახლა, შენ თუ იღებ მონაწილეობას ამ ყველაფერში.
ბომბები საფეთქებელი არის ჩვენთან უბანში. მართლა? აბა. შენ აფეთქებ ბომბებს? ელენი არის ჩვენი ვანოს შვილი, რომელიც ყოველ წელს ჩვენს აფთება ახალ წელს. აჰა. ბატონ ვანოს სხვა საყავს, ამის გარდა სამი შვილი ყავს, მაგრამ მხოლოდ ელენე არის ჩვენს გვერდით. აჰა, ელენი, შენ? ანუ ყოველ წელს ჩვენს გვერდით არის და ჩვენს მხიარული. თქვენი პატარა მეგობარია. იმენა, მოი. ელენე, შენ საკმაოდ უფროსი მეგობრები გყავს. აბა მითხარი რა საერთოს ნახულობ ამ ყველაფერში? რა ვიცი, აბა ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და ძალიან სახალისოა. ამოდეთ ჩამოვждეთ მე და შენ. დაჯექი აგერ შენ? აგერ ჩამოვждები. იცი რა არის ელენე? ეხა შენ რო ყავდეს 15 წლის მეგობარი, ხო. მაგრამ ახლა მგონია რომ შენი მეგობრები სადღაც 60 წლისებია. ჰა? და ერთი 36. და ერთი აგერ წარმოდგენილია 36. ერთ მითხარი რა საერთოს პოულობ და როგორ ერთობით ერთად? რა ვიცი, აბა ვლაპარაკობთ ერთად როგორც პატარა ბავშვები ერთად ვლაპარაკობენ და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ერთმანეთთან. ვები ისწავლება მათგან მოყევი. სითბო, სიყვარული, ერთგულობა, მეგობრობა, მეზობლობა. კი, და ახალი წლის სიყვარული. კი, რა თქმა უნდა. ეხლა მითხრათ როგორ გზადებით თქვენ ახალი წლისთვის? როდის იწყებთ გზადებას, იმიტომ რომ შრომა იმხელა, მგონი ერთ თვე აწყობდით ამ ყველაფერს. კი. დაახლოებით ალბათ ნოემბერიან დეკემბერში უკვე ვიწყებთ ქუჩის მორთვას. ხელფას თუ გიხდიან? კი. ეჭვიც არ მეპარებდა. საქმე ხო იწყო, საქმე არის. შრომაში ანაზღაურება. ჩვენ ტრადიცია გვაქვს კიდე ყოველ 30 დეკემბერს აი ესე ჩემი ერთ-ერთი ელფია სხვათა შორის ერთ-ერთია წარმოდგენილი დღეს და ძალიან ბევრ ბავშვს შევკრიბავთ ჩოხატაურის მასშტაბით მოკლედ რაც შეგვიძლია ჩვენ და ვცდილობთ რომ გამოვეწყობი ასეთ ოლის ბაბუასავით ესენი ჩემს გულით არიან და ვურიგებთ საჩუქრებს და წინასწარ ვქმნით საახალწლო განწყობას და ყველას უხარია ჩვენს ქუჩაზე მოსვლა ფოტოების გადაღება და საღამოებით რო გამოხვალ ჩერდება მანქანები ჟრიამულია და ესეც ერთგვარად ძალიან სასიამოვნო სანახავია როცა ვიღაცის გაბედნიერება რაღაცით შეგიძლია ნიკა დროა გაუდგეთ გზას და დედათა მონასტერს, ერკეცის დედათა მონასტერს, სადაც გველოდებიან ვესტუმროთ. ახლა არა იარგირა. გითხარით, ფრონტელი მეგობარია სტალინის ჩემი. აი არის 120 წლის, მაგრამ კარგად გამეიყურება. მეზობლების წყალობით. იცინეთ, ასია და. აი, ჩემი დამსახურება. ამ წუთას ნამდვილად სიყვარული ტრიალებს ამ ოთახში. ამ გურულ ოჯახში სიყვარული ტრიალებს. მართლაც გვიყვარს ერთმანეთი. ისეთი თვალებით უყურებთ ერთმანეთს, მართლაც გვიყვარს ერთმანეთი და ყველას გვიყვარს. აი, რაია. მოდი, ამ სიყვარულით მოიახონება მინდა სიყვარულით თამადობით საერთოდ ყველას სიყვარულით დავუმარჯოს. ყველაზე კაი საფრთხე რომელია? სიყვარულის საფრთხე. გურული რამე საფრთხე რო არა, რე. მეცა. აი. აი შეგადეთ. ალანდობას გამომარჯოს, კეთილი იყოს ჩვენი ფეხი, სტუმარი არ მოგიშალოთ გვერდმა და ღმერთი ფარობდეს და კარგად ვიყოთ და ჯანმრთელად და ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენაირი ადამიანები ასე ცხოვრობენ და ძალიან კარგი მაგალითია პირადად ჩემთვის ეს თქვენი ურთიერთობა და სიყვარული, მეგობრობა, რაც აგერ 10 წუთის გასწრებულ ადამიანებმა მანახეს. და მე ვიგონებ ჩაღალდო ღობებს. სერტოლია 10 კარა მეტი გეიმდა. მომდა ქათამი გური სოფელს. ებდა თოლია იდგა ბერმუხა ამის მთავარი თოლში ნავრითა დილით მიდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა ქარი თრევოდა ღვინით ქებული გძნეულ მარანთან შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა კალანდობა დაგილოცა აკონებოდა იდება გურიას გაუმარჯოს გურიას ჩვენი ხონყურია სულ კარგად ვიყოთ და ბედნიერად არ მიდიან სახში გამოაცილებ მეთქე და
წევედი წაი თახლა აღარ მიდიე წაი თახლა წაი რავას დაესწრა და დროებით მამავალ შეხვედრამდე ვიღაცა იმცი რა მოიწერა ნინუცა და ნიკაო დათბენო მე მგონიო აღარ ჩხუბობენო ხო და გერიდები ეს მეტი ხო და ნურას მოგართვით ეგ ერთი ეპიზოდი იყო შეჭირვების დღეს ბერს ვიჩხუბებთ მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი ერკეთის დედათა მონასტერში ვართ გურიაში უახლოესი სოფელი რომელია მამოსვლა რომ ერკეთი არის დედა მთავაზებს ფურცელზე დავწერ და დავიჭერ დილას როგორი ლამაზი იქნება აქაურობა. როგორც კი ეცადეს ამ ხატის განადგურება, ეს ადამიანი იმავე წამს გარდაიცვალა და დანარჩენს უკვე თავისთავად შეეშინდა და გაიქცა და დატოვეს აქაურობა. შესაბამისად, აქაურობა დარჩა იმ ფორმით, რა ფორმითაც არის დღეს. გავიდა მერე ბევრი წელი და რაც რკინის ხელით კომუნისტებმა ვერ გაანადგურეს, დრომ შეჭამა და ბევრი წლების განმავლობაში აქაურობა მიტოვებული იყო. თუმცა ყველაფერი შეიცვალა 20 წლის წინ. დედა მარიამი ჩამოვიდა და დაიწყო აქაურობის აღდგენა. ამ ხატის ისტორია კიდევ გრძელდება. პარალელურ დროში, როდესაც დედა ჩამოდის აქ და იწყებს მოღვაწეობას და მხოლოდ ტაძრის ცარიელი კედლები დახვდება, ხდება ორად ორი ხატი. მთავარანგელოზის ხატი, რომელიც აგიხსენით რა მდგომარეობაშია და ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მოგვიანებით 20 წლის განმავლობაში მიდიოდა რესტავრაცია, იმიტომ რომ ძალიან დაზიანებული იყო. ამ დროს აჭარაში ერთ-ერთ ბიჭს ესიზმრება სიზმარი, რომ ნახულობს ხატს. და იცის, რომ ეს ხატი მან უნდა აღადგინოს. და ბევრი წლის განმავლობაში ეს ბიჭი დადის და ეძებს ამ ხატს. და როდესაც აქ მოვიდა, დედა მარიამი დახვდა, დაინახა ეს ხატი, მუხლებზე დაიცა და დაიწყო ტირილი, რომ ეს ის ხატია, რომელსაც ამდენი წელია ვეძებ და რომელმაც მე მთხოვა, რომ აღმადგინეო და აღადგინეს ეს ხატი და ეს ხატი იცვლება ახლა სასწაულმოქმედად და ბევრი მომლოცველი მოდის აქ განსაკუთრებით, როდესაც შობა ახალი წელი და აღდგომაა და ესეთი ტრადიციული დღესასწაულები. და სხვა ყველაფერი, რასაც ხედავ, ხელუხლებელია, ზუსტად ისეთია, როგორიც იყო მე-7 საუკუნეში, ფრესკები კი მოგვიანებითა მე-17 საუკუნის. დაიჭერებთ დედებს რა აქვთ გაკეთებული ეს რა სილამაზე და როგორი გურული არის გამოატრიალო დედა არის სულ არ ყოფილია ეს ნაცრისხე ნახეთ დედა მარიამი დიახ თქვენ ჩამოხვედით აქ 20 წლის წინ დიახ 2006 წლის 19 სექტემბერს აქ გაიხსნა შემოქმედებმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აქ გახდა დედათა სავანე. ეს უძველესი სათამაშოები. ეს უძველესი სათამაშოები
სულ რამოდენიმე გქონდა თავდაპირველად. მე ჩვენ დედებს ძალიან უხარიათ, მეც რა თქმა უნდა ძალიან მიხარია და ერთი არის ძალიან ესე განსაკუთრებულად დედანინო, რომელმაც რაღაცნაირად ისე ესათუთება თითეულ მათგანს, უვლის, ეფერება, წლიდან წლამდე აგროვებს. ეს ჩიჩილაკის ტრადიცია საიდან მოდის? დიახ, ვთქვათ რა. ჩვენთან გურიაში სოფელი არის, რომელსაც ბასილეთი ქვია. ბასილი დიდის საპატივცემლოდ დაერქვა ამ სოფელს ეს სახელი და 14 იანვარს არის ხსენება ბასილი დიდის, ამ მთელი მისი ოჯახის, მთელი ოჯახი დაახლოებით 10 წევრი, ყველა წმინდანი იყო ბასილი დიდის და უდიდესი წმინდანია ბასილი დიდი და ჩვენ გურულმა ადამიანმა და მოიფიქრა რომ ამას ბასილის წვერებსაც უწოდებენ. თითქოს და ბასილი დიდის ესე იგი წვერთან არის რაღაც სიმბოლურად დაკავშირებული. ხო არის ახლა ბარბარობას ჩვენ ვაცხობთ ლობიანებს და ამ შემთხვევაში ხო შობას ახლა ტრადიციულად ხდება გურული ხვეზელი. ბახმაროში დამზადებული გურული ხვეზელი არის ისეთი რომ შეიძლება აჭარულ ხაჭაპურზეც ეგრე იძახის დედა. მიყვარს მე ეგრე ძალიან აჭარული ხაჭაპური. ჩვენ მონასტერში კიდევ განსაკუთრებულია ჩვენი გურული ხვეზელი, რომ აქ მონასტერში დედების მიერ გამზადებული რძის პროდუქტებით წვება და აქაური შინაური პროდუქტებით, ესე იგი მონასტერში. დედა, მონასტერში დიახ, ჩვენ დიახ მესაქონლეობა, ერთ-ერთი მორჩილება არის მესაქონლეობა და საკუთარი რძით და ესე თქვენ რო ჩამოხვედით მარტო იყო ცარიელი ტაძარი. დიდებული. რა დღე იყო რომ ჩამოხვედით და როგორი იყო ეგ ამბავი? საერთოდ მე ეპარქიაში მოვედი 2000 წლიდან ხარების დღესასწაულზე და მეუფე იოსები თავად გახლავთ ჩოხატაურელია და მისი ოცნება იყო რომ აქ ერკეთში გახსნილიყო დედათა სავანი. იმიტომ სანამ თვითონ წავიდოდა მონასტერში, მანამდეც პროფესიით მხატვარი გახლავთ, ხშირად ამოდიოდა აქედან ხედებს ხატავდა ასე შემდეგ და როცა უკვე აქ გროვდებოდა ხელმოწერები რომ ეკლესია გახსნილიყო მეუფის ეს სიტყვები ჩაიბეჭდა ჩემს გულში. მიუხედავად იმისა, რომ მე დიდი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ აი რაღაცა ღვთის მადლი დაეშვა, მადლობა უფალს და გადავწყვიტე და წამოვედი სულ მარტო 2006 წლის 19 სექტემბერს. წელს 20 წელი გახდება, რაც მონასტერი გახსნილია. მოხვედით მარტო. და აქაურობა ესეთი ლამაზი არის. ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში, მაშინ ყველაფერი ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა, არაფერი არ მაშინებდა, მადლობა ღმერთს, მორიელებით იყო სავსე, ტაძრის ეს კვდერი, თრითინები, მღრღნელები, ტურები, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. და ესე შეუდექით მონასტრულ ცხოვრებას. მალევე ზუსტად 2 კვირაში პირველი მორჩილი მოვიდა და დღეს მონასტერი გამრავლდა, 20 მონაზონი ცხოვრობს, მორჩილები, ბევრი სტუმარი სტუმრობს მონასტერს და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ეს ისტორიულ ადგილზე განვითარდა სამონასტრო ცხოვრება და აქ ბოროტმა უფრო მეტი ბრძოლა გამოგვიცხადა. თანამედროვე კვლევებით ჩვენი მონასტერი არის ტაძარი არის მე-7-მე საუკუნის. ვიცით ვინ ააშენა? არ ვიცით, აი ერთი ასეთი ლეგენდა არის, რომ ზარზმიდან გადმოსული ძმები ბალაძეები, ელია ალმასხანი და მოსე, რომლებიც კარგი მგალობლები ყოფილან, აქ ჩამოსულან და აღუდგენიათ ეს ტაძარი, მანამდე იყო, ეს აღუდგენიათ და იმდენად კარგი მგალობლები იყო, რომ მათგან მოდის გვარი მგალობლიშვილების. დედა, ერთი ხერხული კითხვა უნდა გისვათ. ეს გურული ქალები ესეთი გიჟები რატო არიან? არა, მეთანხმებით თუ არა? არა, ეს არის იცით ყველა კუთხისთვის არის დამახასიათებელი რაღაც ესეთი თავისებურისა და გურული რაღაც ესეთი. ამიტომ არ მიწყენენ ჩვენი გურული მაყურებელი. აქ ახლა რელიეფიც ალბათ გასათვალისწინებელია, სულ სწრაფები, ჩქარები, გადაადგილებაში, რაღაც ესეთი სულ მოძრაობაში და ჩვენ ერთი გვყავს ჩოხატაურელი, ჩვენი დედა სარა და ისეთი სწრაფია. დედა სარა რამიშვილი სურებიდან არის და დედაო ახლა სურებიდან კი არის მისი წინაპრები და ესე ჩოხატაურში დაბადებული და გაზრდილია, მაგრამ მე იმდენად მიყვარს სურები არის ძალიან საამაყო სოფელია რაღაც ცნობილი იქ სუფსის ხეობა არის და სურები დაერქვა იმის გამო რომ სულ უვალი ტყეები არის სულ გაუვლელი ეს სულ ურები და
ეს აქედან მოდის სურები. კალანდის ღამეს გურიაში ასევე ეძახდნენ ცხემლაჭრის საღამოს. რამე თუ აი საგანგებოდ იჭრებოდა ცხემლა, მზადდებოდა შეშა, რამე თუ კარგი ნაკვერჩხალი აქვს ძალიან და აი ამ ცეცხლზე შემდეგ კარგი ნაკვერჩხალი დაიყრებოდა და ამაზე აცხობდნენ გურულ საშობაო ღვეზელს. და ჩვენც და გამოვაცხობთ. ჩვენც გამოვაცხობთ ეხლა გურულ საშობაო ღვეზელს. აი ასე. და ხელმარჯვედ გააკეთეთ, გეტყობათ რომ ბევრი გაქვს გამოცხობილი. ესე ხელმარჯვედ, მაგრამ სხვანაირია. მე ბაქმაროში მაქვს ერთხელ გაკეთებული და ესეთი არის. ეს უფრო მსხვილია, უფრო დიდი არის. ფორმა იგივე იყო. ფორმა კი, მაგრამ მოცუ რაღაც უფრო დიდი კეცი გვაქვს და მაგიტომაც უფრო დიდი. დიდი კეცია და რამთოლა კეცია, მაგას ვაჩვენებ. სად ისწავლებ კეთება? გურიაში. გურიაში. ბავშვობაში დედაც გვიკეთებდა სახლში, მაგრამ აქ ვისწავლე მონასტერში. აქ მონასტერში და ეს ტრადიცია რომ დიახ, ტრადიციულად ყველა გურულის ოჯახში კეთდება და აი რატომ არის კვერცხი არის სიმბოლო ახალი სიცოცხლის დაბადების. და აი რადგან აღდგომასაც ხო ჩვენ ხარშავთ კვერცხს, წითელი კვერცხი ხარშება და ეხლა კიდევ გურულმა აი მოიფიქრა რომ ყველთან ერთად მოათავსა კვერცხი, როგორც სიმბოლო ახალი სიცოცხლის. და ფორმა კიდევ ნახევარმთვარის აი ღვთისმშობელი ხო იყო მოლოდინში. და ეს აი ზეცასთან არის დაკავშირებული და დედა ღვთისმშობლის აი მოლოდინში რო იყო და ყრმა რო ყავდა ზეციური ყრმა და უფალი ჩვენი იესო ქრისტე მაცხოვარი, აი ესე ნახევარმთვარის ფორმა ესე დააკავშირა. ღვთისმშობელია, სიმბოლურად განასახიერებს ღვთისმშობელს. აი ჩვენი კეციც მზად არის. გამოცხვა ჩვენი გურული ტრადიციული საშობაო ღვეზელი. დიდება ღმერთს, კალანდა გვითენდება, ჩვენც გამოვაცხეთ და დიდება და მადლობა ღმერთს. ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენს მონასტერში განსაკუთრებით დიდი სიხარულით ვეგებებით სტუმრის მობრძანებას. რამე თუ მამაკაცი როცა მობრძანდება, ჩვენ მე ვთვლი რომ მაცხოვარი მობრძანდება, უფალი ჩვენი და როცა მანდილოსანი დედა ღვთისმშობელი მობრძანდება მონასტერში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ასე სიყვარულით ვეგებებით კალანდას გურიაში. და ღმერთმა არ მოგვიშალოს სიყვარული. რამე თუ სიყვარული თავად ღმერთია და სიყვარულია ჩვენ შორის. არს და იყოს.
დილამშვიდობისა გაცენდა დილა და დაგვირეკეს რომ ჩხაკაურაში 12 საათზე გელოდებათ ბურანი. კეისბორორი ვერ ადის, მაგრამ ბურანი აქ იყავთ. ამიტომ ეხლა უცებ ჩავლაგდებით. და მონასტერიდან გამოგზავნებით ჩხაკაურაში და ჩხაკაურიდან წესით და რიგით ავობთ ბახმაროში. ეხლა გზად გავიგე, რომ ერთი ბურანი არის უთავისუფალი, იმიტომ რომ დიდ თოვლობის გამო ბევრი არ ადის და ბევრი ტურისტები არიან ყოველთვის ბახმაროში, ყველაფერი ყოველთვის წინასწარ დაჯავშნილია და მოკლედ აღმოჩნდა, რომ არის მხოლოდ ერთი ბურანი და ამ ბურანმა 4 კაცი უნდა აიყვანოს. ანუ ერთი დაჯდება ბურანზე და 2 ცალი უნდა დაჯდეს ციგაზე. ძალიან საინტერესო ასვლა იქნება. განახებთ როგორი ციგა გვაქვს ვერ დაიჩერებთ ძალიან მაგარია ნიკა მე ციგაზე მინდა კი ბატონო გამრჩევ მაგარია დიხარია ნინოც არა ეს ციგა მე სხვანაირი ციგა მეგონა მე მეგონა ციგა რა ბავშვები რაზეც რეალებენ ეს კაია აი. Gut. ვერ წავედით? ნინო ზოგორა. ყველაფერი კარგადა. ისე უნდა ვიყო. რა მარტივი ტრანსფორმაცია მოხდა ზუსტად 20 წუთის წინ მეგონა რომ ფეხით და ხელით მქონდა გაყინული. მეგონა რა გაყინული მქონდა. და ამოვედით ბახმაროში. არა, ეხლა ეს გადასარევი. გუშინ იქნა გამომდინარე რაღაცები ვერ შევაფასე და ორი შეფასება მინდა გუშინდელ დღეზე გავაკეთო. ჯერ აი მართლად გულწრფელად რას ვფიქრობ, იცი რომ სულ მოსმენილი მქონდა მამა ჩემის თაობისგან, ბებია ჩემისგან მესმოდა რომ ადამიანებს ისეთი მეზობლობა ჰქონდათ, რომ ჩათვალე ოჯახის წევრები იყვნენ რა, მაგრამ ჩემი თვალით არასოდეს არ მინახია ესეთი მეზობლები, როგორიც ვნახე გუშინ. და ვფიქრობ, რომ აი როგორი ბედნიერები არიან თუ ხვდებიან, რომ ესეთი ცხოვრება აქვთ, რომ აი მეზობელი გიყვარს და შენი მეგობარია და ესეთი ჟრიამული აქვთ 24 საათი. გონია რომ იმ ხალხს კიდე უნდა ჩავაკითხოთ ერთხელ. გზად მოგვივიდა გენიალური იდეა. ბახმაროდან თხილამურებით ხარ დავეშვათ ჩხაკაურაში. დაგვაღამდება ოღონდ, მაგრამ არა უშავს. თავგადასავალი იქნება. ეხლა ცოტას გავისეირნებ და წავალთ აქედან, მერე პირდაპირ ფეხით. კი არა, თხილამურებით.
სანამ თქვენ გაიცნობთ ინგოს და მოგეყვებით ინგოზე, ორი რაღაცა დაკვირვება მინდა გავაკეთო, რომ პირველი რომ მოვედით, ქვემოთ სპას აკეთებდნენ და ფიზიკურად თვითონ იდგა და მუშაობდა და ეხლა მოვიდა ლანჩის დრო და მთელი სტაფი, ვინც მუშაობს აქ 8-9-10 კაცი, ყველა ერთად სხედან სუფრაზე და მიირთმევენ. ინგოს მაგალითად აქ 10 წელია ინგოს 10 წელი გახდება წელს. ამ ადამიანმა აღმოაჩინა ბახმარო როგორც ზამთრის პროდუქტი რა, ტურისტული. რისი თქმა უნდა ეს ცოტა ყურე. მახსოვს როგორ დაიწყო და სად მოდის. პირველი მაგალითი იყო ყოველთვის თავის თანამშრომლებისთვის შრომაში. Yes. არასოდეს არ დამინახია მე ინგო, ასე მძდარ იყოს და შენ შვეიცარიელია, ხო? გერმანელია, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს და ეხლა უკვე ქართველების სიძია. ხო, ქართველი. და აქ როგორც კი იერსახე შეეცვლება ამას. და უნდა შეეცვალოს. და შინაარსი, ხო? ანუ გახდება რა ჩვეულებრივი კურორტული ზონა, ამიტომ კურორტული ზონა. იმიტომ ღირს ესეთი ძვირი და იმიტომ რომ აი მიუწვდომელია და მართლა ღირს მართლა რთული არის აქ ამოსვლა და აქ რამის გაკეთება და ზამთარში მუშაობა ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. მაგრამ ზუსტად ეს უნიკალურობა და უსწხველი ტურისტებისთვის, გერმანელებისთვის, ჩეხებისთვის ხდის უალტერნატივო. ავსტრიელები და ნორვეგიელები მთელი მსოფლიო, ანუ აქ არის სამი ის არის, რა ქვია, პოლუსი არის დედამიწაზე, ანუ არის იაპონია, კანადა და საქართველო, სადაც ეს ფაუდერი, თოვლის ხარისხი, რომელიც განსაკუთრებულია, მოდის. ბახმარო არის, რა ვიცი, ტოპებში არის რა, მაღლა არის და ეხლა სუპერ იაპონიაში სუპერ მეც ძალიან მინდა იცი წასვლა და იაპონია სხვა არის და უყურე როგორ ჩვენთვის არის იაპონია ზუსტად ის არის უცხოელებისთვის ბახმარო ხა და აჭარული საჭმელი ოქროს ადამიანები რომლებიც გულით და სულით ცდილობენ ბოლომდე გასიამოვნონ და თან ბუნება ხელს გიწყობს და ამიტომ ძალიან ესეთი სურვილი მაქვს მე პირადად რომ აქაურობა სახლებით მიყვარს მოუფრთხილდეთ რა მე ველოდები ამას არაერთხელ ჩვენ თუ გვიყურებთ, იცით ინგოს არსებობის შესახებ, ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოში დაახლოებით 10 წლის წინ ჩამოვიდა, ქართველების უკვე სიძე არის და სწორედ მან აღმოაჩინა ზამთრის ბახმარო. მან აღმოაჩინა, რომ აქ არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის თოვლი და უკვე ბევრი წელი არის მისი დამსახურებით ბახმაროს კურორტი გახდა ევროპელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აი სასურველ ადგილად. You are from Germany? Originally from Germany, I live in Switzerland, and now I am in Georgia. So you know a lot about good ski resorts. I know a fair amount. I work for 30 years in the ski business in New Zealand, Canada, Austria, Switzerland, a couple of countries, yes. 98% of Georgians have never been into winter Bachmaro. Maybe they come in summer, but they have no clue that this is ski heaven. Yeah, I'm a free rider, so I'm looking for places which are not developed, where free riders find untouched snow, this winter wonderland here. And I got the tip from a good friend, from a mountain guide, that I should look in the Lesser Caucasus in Georgia. Generally Caucasus, yeah. And then I started a search for almost 2 years, a lot in Adjara, and finally I came to Bachmaro in February 2016 on a scouting tour. And how did you get here then? Because now he's lost in bad weather and no, how no, technically even for us getting here is a trouble. I mean, it was really hard to get for us now, like 10 years later. You came to which village? Actually, the first thing, and we still call it Japanese trees, I saw these beech trees. Yes. And
you don't have them in the European Alps. You have them in Japan, but I never skied anything like this anywhere else. So when I saw that, I was saying, wow, that's like in Japan. And Japan is the powder mecca. So the thing for me, the dissonance. Sorry. მინდათ იცოდეთ რა პირობებში მუშაობ. თხოვთ, გამოიწერეთ ლაიქი დაგვისვით და მხარდაჭერა იქნება თქვენი ჩემი. Can you tell me about Nika This kind of hotel meeting took place in, I think, 2017. So 9 years ago. 9 years we know each other. Battle meeting. Yes. Okay, let's continue with the quality of the snow and how it can compete worldwide. How can we grow Bakhmaro, or should we grow Bakhmaro? If you ask me, no. It's already over. Too many people here, in my eyes, for what we do. And this is the big difference. Of course, you can do a lot of great things in Bakhmaro. What we do, for this, you need just a few people. And to grow Bakhmaro, you need to look more also in other things, into the winter wonderland, into skiing in general. We do an extreme skiing, adventure skiing, and people come here because it's different than in the European Alps. It's different than in the US, where it's overcrowded. And this is why people come here, so they actually enjoy the atmosphere here, the empty places, the old houses. That makes the place special. The quality is good, but to be honest, it's a lot about the quantity. We get a lot of snow, much more than other places. When it says now we have 20 centimeters of snow, in the mountains is half a meter of snow. And that makes it special for freeriders, because they look for half a meter of snow. Yes, a lot of snow. Yes. Do you know what's our plan? No, I'm not. Someone will take us up Yeah. to, you know, the logo of entrance Bakhmaro, and we're gonna ski down. Okay. Do you To think? village. To village. We go way back. Down Yeah, there. yeah. Okay, it's a cat trick. It's not. We need to head someplace and then go. We go down and ski. Do Okay. people do that? Sometimes yes, but Yes. usually, if they need to catch the flight on the same day, it's not comfortable. It's not To comfortable. change everything, pack everything. Yeah. Then they prefer to say. But I think it's going to be, because last year I went ski touring and it was amazing. And we went like directly, there's the opposite of Mount Tapara. We went there and skied down. And now we're going to ski down from Bakhmaro. We are actually the very first in the world who are using electric cats for cat skiing. But we are at the beginning. So it is a process which we kick off now. We need to, the company, we work together with Xelom in the case, and we need to extend the battery capacity and to make it more we need to adapt it to the what real we life, use yeah. here. Usually they use it for grooming trails, for making cross-country trails. And we are the first who have actually built a cabin on it. We don't bring any diesel and much less oil into this area in the mountains. And when we don't even bring it here, we can't spill it anymore. And the other thing is that they are very, very quiet. So by now you hear cats driving here, snowmobiles driving there. When the electric cat drives, you don't hear it. And this makes it also much more comfortable for the guest sitting in the cat, but it is also much more comfort for everyone who's in the resort because it's less noise. Now we go on cat. Take a Yes. tour of Bakhmaro. Thank you. Yeah, you're welcome. ეხლა არ მითხრა რომ სიჩუმესთვის იყიდეს ეს ეკოლოგიურად სუფთა. ანაირი ხალხია ეს ევროპელები. ეხლა ჩვენ ხო მაგას არ ვიზავდით. ის ხო გაცილებით ძვირი ეღერება ელექტრომანქანა ეხლა. ძალიან ძვირი როს. ძალიან ძალიან ძვირი. ნაკლებად ეფექტურია, იმიტომ რომ ახალი ხო, ეხლა სუპირველები ვართო, ვინც იყენებდო ქეთისთვისო და სოფლიოში. სოფლიოში. ბახმაროში. მე არ გამოვიდები? მოდი. მოდი. ნიკა. დიახ. ოდესმე. ამინდის შესაფერისად, კლიმატის შესაფერისად. ჩაიცმე?
მე ხო რა გინდა რა სმერჩი აბა რა სპორტში რა ბახმაროში ვარ რა გამოიცვალე ბათიკებით მოვედი ეგ კი არა მე გერჩი დაიჭირა გამეყინა ხელი შეხა მაცვია ქურთუკი ხუდი ბათინკი ხარ ჯინსით და კეტებით ამოსული ბახმაროში რა მოხდომა ეს გაიარეს აი ჩვენი ელექტრო ისიც მოდის უკან ესა უხმო შეხეთ საერთოდ მაგრამ ნიკა ვერ გადავახტებით მე ხშენ ცდილობ თემას გადაახვიო ტიტველი ხარ ამოსული მოდი Okay. ახლა თქვენ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოსთან ძალიან შორს და ძალიან დიდ ფინანსურ სახსრებს დროს და შრომას ხარჯავენ იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ ბახმაროში. თქვენ კი ბახმაროში შეგიძლიათ ამოხვიდეთ 4 საათში. შალახუთი შევარდი ეგრევე. მე მგონი უნდა დავლიოთ, რომ ინტეგრირება მოვახდინოთ სოციუმში. უნდა დავლიოთ. ხარი აქ რა ხდება? იმიტომ ძალიან ბევრი ხალხია და მაგარი გართობა არის და სუეგრე არის? მე ექსკურსია ჩაუტარე, ხო? კაი, всё, დავიწყოთ, კაი. წავიდეთ? მერიდება ეს იცი რა არის, მოდი ჯერ შესავალს გავაკეთებ, რომ ცოტა მზად იყო რა, რომ ისე უცხოთ არ იგზნო თავი, მოკლედ ეხა რა ხდება. ბახმაროში 10 წელი წინ არ დადიოდა არავინ. მე რა მოვიდა ინგო ბატონი და ამოიტანა ესეთი კულტურა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა აი ამ 3 მეტრიან 4 მეტრიან თოლში მოიყვანო სტუმრები, თან ასრიალო, თან უსაფრთხოების ნორმების დაიცვა და თან პლუს ძალიან კმაყოფილები გაუშვა აქედან. იმიან კმაყოფილები, რომ წლიდან წლამდე უფრო და მეტი და მოდიოდნენ. აი, მაგალითად ბატონი პეტე მე-10 წელია უკვე ჩვენთან დადის. საერთაშორისო სამთო გამყოლი. პეტე ჩემი ძმა. ჩემი ხმა ხა მე ახლა დავი. Hi. Likewise. I have to say the same. Bachmara Magaria. მაგარია. ეგრეა. უნდა იყოს ჩემი ადამიანი რომელიც ველოსიპედი დააშვა მწვერვალიდან. ნანახი მაგე ძალიან მაგარი არის. მოიცა ბაიკებით რო ჩამოვიდნენ, იმ ბიჭმა რო გადაიღო, ჩვენო სვანეთში ვიყავით. ცოტნე ხო? კი, ძალიან მაგარი არის. აქ ნახავ აქ საუსასო. ძალიან მაგარია. კაი, ეხლა გიხოცებთ, იქ მერიდება გიჟივით შევარდე. We must explain. ამიხსენით რა ხდება? We must explain into what's going on here now. და როგორ იყო, იცი რომ ცხოვრობდით ხოლმე ეს პატარა ხის სახლებში, არ იყო რაღაცა პირობები თავიდან, ყველას ჰქონდა ცეცხლის სუნი, დილას როცა ვიღვიძებდით ნავთის დიზელის რაღაცა, მაგრამ შეიცვალა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მომრავლდა ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად გაჩნდა საჭიროება რომ ყოფილიყო ბახმაროში ბარი. ლირიული გადახვევა და ეს ძაღლები კაი ჩასუქებულები არიან, ხო? ამათი ხა ვინდა მოაკლებს სითბოს მოქმედებას და საჭმელს აქ და ჟე ხამე ძინავთ სახლში, აი იქ სითბოში. ძალიან საყვარლებიანია. ოკეი. ეხა და გაჩნდა მოკლედ საჭიროება ბარის, რომელიც აი დაიქოქა. იმიტომ რომ ჩამოდიხარ თიდან, კარგად რო ისრიალებ, მე გემრიელი ლუდი ხო უნდა დალეო. უნდა დალეო. სადღეგრძელოს ხო უნდა თქვა. ტეკილა. ტეკილაც კი, ტეკილაც არის. ჰა? ესაც კითხია, მაგრამ. But so my question. Yes. As I can guess, you have მანები ძალიან აგერ ბახმაროში. გამარჯობა. ძალიან სეცია. გილოცავთ. Do you know it's out? What do you think that we have couple of Christmases and couple of New Years? You know about our tradition. Yeah, I know it's not bad, but why not have 3 or 4 at the same time? If you're already having 2, why not add a few more? You're from Iceland. Oh, this is my dream to come to Iceland. Mexico. Hello, Mexico. I have to. Can we talk? Hello. Fernando. Can we have another try? So how did you find about Bachmaro? This place. This group of friends. Hi, group of friends. Hello. We have been close for many years. Yes. Over 25 years. So 25. they invited me to come and join their group. So here I am. ამ ადამიანების გარეშე ბახმაროში ეხლა რაც ხდება, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა რა. და აგერ ხალხი შრომობს, მუშაობს და ბახმაროს ეხმარება. აბა, რაოს და ეს არის. კიდე თენგო ახმიდან მოგეს. რაოს და ეს არის. ასე კიდევ ერთხელ.
რა ვახართ, რა ხდება ბახმაროში? მოყევით ახლა, აი უხუცესები აგერ არიან, კაროჩ. მორიდებული ხალხი არის აქ ჩვენთან, მაგრამ კაი ხალხი. აბა მინიონი პატარა რა. სამედივართ. ეხა უნდა ჩავმოიცადე ეს რეკონსტრუქციით ვარ. ისე რა ქვია, უნდა ჩავიდეთ ჩხაკაურაში თხილამურებით რა. ჩავსრიალდეს, ჩემი ახირება იყო, ამათ ვერ დავაბრალებ. რო ამოვდიოდით, თქვი, აი, აქიდან და ჩავსრიალდეთ მეთქი. რა დრო დაგჭირდება, როგორია ბახმარიდან ჩხაკაურამდე ჩასრიალება, ყველაფერს მოდიყვებით გზად, ცოტას არ ნერვიულობ, მაგრამ ისა, ისე ვარ რა, ესეთი რაღაცა არ გამიკეთებია ჯერ. სად მივდივართ თქვი? სად მივდივართ და ეხა ბახმაროს ასასვლელზე აგვიყვანს მუჭუთასთან, სოფელი მუჭუთა ულამაზესი და იქიდან დავეშვებით ჩხაკაურაში თხილამურებით ღამე. მინუსასთვის არის პირველი მაგარი ჩელენჯი რა. ჩვენთვისაც შესაბამისად უფრო მაგარი. ჩვენ წავყოფილვართ ისე ღამე აქიდან. მოიწევია. იმედია დღეს არ შეგაწუხებთ გვიშველეთქო. და ჩვენი გზა მიდის აი იქ. წად. ორი პოზა როგორი არის? ეხა პოზისთვის ცალია. ტყეში ხარ ღამის ადღე ჯანდაბა. რა არის? ორი. შუას ჩაჯექი და მუხლაი მოხარი. დაგოს ბიჭო. აკავიდა. ოჩახ მინუს. აია! ოჩახ! ცოტა მატინკი დიდი მაქვს, ფეხი გაყინული მაქვს და გული სიხარული ცალსეა. კრისტინა. კრისტო! ახლა. მაგრად. დიდი ჯერის. ნინუცა გახურდა ე. მიუშ. ამასობაში ნინუცა მაგარი გაცხოვდა, გავევიდა და ბახმაროდან ჩხაკაურაში რომ მეგონა რომ ვიწყვალებდით, ძალიან შვიდად წყნარად დაეშვა. Все, давайте. ოჩახ, ჩაარტყი მუშტი. მაგარი ხარ. იო, მადლობა, ნიკა, მადლობა.